ჩვენი გადაწყვეტილებით საჭირო ჩავთვალეთ, რომ ასე ვთქვათ, ხანდაზმული წყვილებს, რომელსაც ჯვარი არ ქონდათ დაწერილი, დღევანდელ დღეს ნინოობას საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესასწაულზე დაგვეწერა ჯვარი. ჯვრის არის ერთ-ერთი საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიაში. და ეს ყველა წყვილმა, ყველა კანონიერმა ცოლ-ქმარმა უნდა შეასრულეს, ღვთლის მიერ უნდა შესრულდეს ეს მსახურება. და ჩავთვალეთ, რომ წყვილებს, რომელსაც არ ქონდა ჯვარი დაწერილი, მათ ეს მსახურება უნდა ჩატარებოდათ. და ვინც დაგვეთანხმენ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალდატანებით, ნებაყოფლებით უნდა მოხდეს, ძალას ვერავის ვერ დავატანთ და ვინც გამოთქვეს სურვილი, ჩემთვის პატივია, რომ ამ წყვილებს დავწერო ჯვარი და აღსრულდება ერთ-ერთი საიდუმლოება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის დიდი მოწყალება. აი პირველი საიდუმლო, პირველი სასწაული, რომელმაც უფალმა აღასრულა, სწორედ ქორწილში აღასრულა სასწაული ყოველმა კაცმა, ქალმა, რომელიც გადაწყვეტენ შეუღლებას, რა თქმა უნდა, უმჯობესი და მნიშვნელოვანია, რომ ჯვრის წერით დაიწყონ მათ თავისი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე სწორი. ასე იქცეოდა ჩვენი წინაპარი და ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენც უნდა მივსდიოთ ეკლესიის ლოცვა კურთხევას. აი დღეს სიხარულია აი ამ ეკლესიაში, ამ სოფელში, რომ ჩვენ რამოდენიმე წყვილი გვეყოლება, რომელიც დაიწერენ ჯვარს. ოჯახის სიწმინდის ყვავილია გვირილა. ბავშვობაში ხო თამაშობთ? უყვარვა, არ უყვარვა, უყვარვა, არ უყვარვა. ეს არის მეექვსე ჯვრის წერა ამ ტაძარში, ბებიების და ბაბუების. ბებიები და ბაბუებმა, რომელსაც თავის დროზე ვერ დაიწერეს ჯვარი რაღაც მიზეზების გამო და ახლა მიეცოთ შესაძლებლობა, რომ დაიწერონ ჯვარი. ეს ტაძარია ჩემი აღდგენილი და მე მგონი საქართველოში მე ეს პირველმა შემოვიღე. მე მგონი, რომ აქ ჩატარდა პირველად ასეთი რამე. მე სადღაც კიდო ჩატარდა, მაგრამ მე არ ვიცი და აქ მეექვსეთ ტარდება უკვე. ბებიების და ბაბუების ჯვრის წერა. კარგი პროცესია, მაგრამ ზოგი ბებია და ბაბუა თავს იკავებს. რატომ არ ვიცი. აუცილებელია, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ღვთისგან იყოს ნაკურთხი. აი ამ პროცესით, აი ამ რიტუალის ჩატარებით, ზოგადად გარდამოდის დიდი მადლი, როგორც წყვილებზე, ისე მერე ოჯახზე, ისე შვილებზე და ასე შემდეგ. უფალმა ასე თქვა, რომ აუცილებლად საჭიროა ქალის და მამაკაცის ქორწინება და რომელსაც ძალიან დიდი საიდუმლო ახლავს თან ქორწინების, ეს მან ხო უკვე იცის უფრო კარგად. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის უკეთესია უფლისგან ნაბოძები. ასე რომ რა ვიცი, ახლა ცოტა ესეთ ასაკში კი მოგვიწია, მაგრამ ბედნიერი ვარ, მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილად ზოგადად ღვთის საჩუქარი შემთხვევით ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. და უფლისნებით ვართ დღეს აქ და შეგვეციოს ყველას მოუწოდებ, რომ ასე ვთქვათ, გავაფორმოთ ეს ურთიერთობა ქალმა და მამაკაცმა ღვთის მადლით.